კვილის თემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. აღნიშნული ვიზიტის შესახებ ჩვენ სიუჟეტში მოგითხრობთ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს წევრი ადამ არშანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი გიორგი ეზუგბაია. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, ეს ვიზიტი თურქეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გააქტიურებულმა არაკანონიერმა კავშირებმა განაპირობა. ცხადი გახდა, რომ თურქული მხარე დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის, რის აღმოფხვასაც ამ ვიზიტმა ხელი უნდა შეუწყოს. არა მარტო სოხუმის ხელისუფლებასთან, ამიტომ დევნილ ხელისუფლებასთანაც საჭიროა ურთიერთობა და მათთან ურთიერთობის დალაგება, რომ ეს ამან ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს. ჩვენი ვიზიტის მიზანი და ამოცანა იყო გვეჩვენებია ჩვენს ოფიციალურ დელეგაციას, რომ არის ორი აფხაზეთი. ერთი აფხაზეთი, რომელსაც უნდა დამოუკიდებლობა და მეორე აფხაზეთი მძლავრი, დიდი, გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, რომელსაც უნდა ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება და თავისი საუკუნოვანი არგუმენტაცია აქვს და გააჩნია ამის სასარგებლოდ. ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრეთ აი ამ ორ ვარიანტზე აფხაზი ხალხის და აფხაზეთის მოსახლეობის საერთო განვითარების და ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით გვისმენდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ანკარაში საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილ გამოფენას დაესწრო, სადაც აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ომის ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი და რომელიც აფხაზეთის ტრაგედიის 22 წლის თავს მიეძღვნა. შესანიშნავი ჩაიარა ამ მიღებამ, რომელსაც ესწრებოდა ძალიან დიდი წარმომადგენლობა, ელჩები, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც აკრედიტებული არიან ანკარაში. 200-ზე მეტი ადამიანი თავისი მედიით, ტელევიზიით ჩვენ ვილაპარაკეთ და ვლაპარაკობთ ყოველთვის ჩვენს აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე. იმ ურთიერთობებზე, რომელიც არის დაგმობილი შერეული ოჯახების თქვათ ურყეობაზე, თქვით რომ და ვამბობთ რომ ამ ჩვენი ოჯახების 53% არის ქართულ აფხაზური ოჯახები, საერთოდ არსებული ოჯახებების. ვლაპარაკობდით რომ მესამე ძალამ ჩვენ მიგვიყვანა იქამდე რომ ვესწავლეთ ერთმანეთს. დელეგაციამ რამდენიმე დღის განმავლობაში გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის იყო შეხვედრა თურქეთის სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის დირექტორ შეფიკ ურალ ალთაის, თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე თემთა ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტ სერდარ გუნდოღანს. თავარი იყო რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მთელი ყურადღებით გულისხმობით, როგორც იყვნენ მოგვისმინეს ჩვენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედებას, საქმიანობას ანგარიშს უწევდნენ, ამის დასტური ჩვენ მივიღეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ის რომ აფხაზეთის საქართველოს ხელისუფლების გვერდითაულით რომ იქ ეწყობა ვოიაჟები სხვადასხვა სტრუქტურებისა თურქეთის ადგილობრივი ხელისუფლების ეს აიხსნა იმით რომ გაუგებრობას აქვს ადგილი და მსგავსი რამ რა თქმა უნდა დაუშვებელია მით უმეტეს იმ ფონზე, როცა როგორც ვთქვით, როცა თურქულ-ქართული ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზე ვითარდება ათეული წლებია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ქალაქ ინეგოლში შეხვდა თურქეთის პარლამენტის წევრს, თურქეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს ჰუსეინ შაჰენს, აგრეთვე ქალაქის გამგებელსა და მერს. შეხვედრა შედგა თურქეთის მთავრობასთან არსებული თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან, რომლებიც აფხაზეთის მთავრობას დევნილებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების განხორციელებაში ეხმარებიან. შემდგომში რამოდენიმე პროექტის დაფინანსებაში
და დაპირება მოგცენ და ესე იგი ჩვენ მათთან ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ამის შესახებ ვილაპარაკეთ. მადლობაც უთხარით და სამომავლო გეგმებით დავსახეთ. ქალაქ საქარიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებს რეგიონის გუბერნატორმა ჰუსეინ ჯოშმა უმასპინძლა. აქვე გაიმართა შეხვედრა საქარიას უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ მუზაფერ ელმასთან. ეს ის რექტორია, რომელიც სტუდენტებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. როცა ჩვენ აუხსენით ვინ ვარ და რატო გვართ უკმაყოფილო თქვათ მისი იქ ჩასვლით და ეს ძალიან ნათლად ყვებოდა ამის შესახებ ჩვენი ელჩი. თქვათ ამ კაცმა თქვა დავაშავე, რა ვქნა, როგორ გამოვისყიდო ქართველებთან ეს თქვათ შეცდომა და როგორ გავაკეთო, რომ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში კი არ შევიტანო რაც განხეთქილება, არამედ ვიყო ის პიროვნება და ვიყოთ ისეთი სტრუქტურა, რომელიც თქვენ დაგაახლოვეთ. ოფიციალური შეხვედრა გაიმართა სტამბოლში ქართალის მერთან ალთინოკ ოზისთან, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთთან არსებული კავშირების მიუხედავად დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის სტრუქტურების საქმიანობით დაინტერესდა და მორიგი ურთიერთობების სურვილი გამოთქვა. ერთადერთი თანამდებობის პირი ოპოზიციური პარტიიდან, ვისაც ჩვენ შევხვდით აი ამ ვიზიტის დროს. ეს ადამიანი არის ნამყოფი აფხაზეთში, არის ძალიან საინტერესო პიროვნება. ყოფილა ექიმი და ვიღაცა აფხაზი მოარჩინა და აი იქიდან გაიცნო ეს აფხაზები. თურმე ძალიან მოეწონა იქ ბოტანიკური ბაღი და აი ზუსტად მის ანალოგს აკეთებს სტამბულში, აი ამ თავის ოლქში. და ბატონი ვახტანგი სხვათაშორის მიიწვია იმ ბოტანიკური ბაღის გახსნაზე. ეს ადამიანი ატარებს ფესტივალებს, კულტურულ ფესტივალს, სიმღერის, ცეკვის იმ ეთნიკური ჯგუფებისა, რომლებიც მის ტერიტორიაზე, აი მისი ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და იქვე დაიბადა ძალიან საინტერესო წინადადება, რომ ჩვენი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ჩავიდეს იქ, როდესაც მორიგი ფესტივალი იქნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია თურქეთის იმ რეგიონებს სტუმრობდა, სადაც დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი ქართული და აფხაზური წარმოშობის თურქეთის მოქალაქეები, სადაც ყველაზე საინტერესო შეხვედრები გაიმართა. საუბრები მტკივნეულ თემას ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეხებოდა. ქალაქ საქარიაში შევხვდით აფხაზური ადგილობრივი აფხაზური სათვისტომოს ერთ-ერთ წარმომადგენელს. იქ მთელი წარმომადგენლობა არ მოვიდა, მოვიდა ერთი პიროვნება, ახალგაზრდა კაცი, რომელიც იყო ძალიან აგრესიული და ის ჩვენ გვესაუბრებოდა ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობი აი სეპარატისტების მიერ დაწერილი წიგნებიდან, აი მთელს აბზაცებს იმეორებდა ზეპირად. და ყვებოდა ისტორიას, აი როგორ ჩვენ დავიწყარით ეს აფხაზეთი, როგორ დავჩაგრეთ და ასე შემდეგ. ჩვენ მას ყველაფერი აუხსენით, ჩვენი პოზიცია დაუფიქსირეთ, მაგრამ ის იმდენად არის დაჯერებული აი ამ ცრუ ინფორმაციაში, დეზინფორმაციაში, რომელზეც ალბათ ის არის აღზრდილი. ეს ახალგაზრდა კაცი იყო, ალბათ ბავშვი იქნებოდა, როდესაც ეს მოვლენები მოხდა და ჩასულა იქ აფხაზეთში, უნახავს იქაურობა, მაგრამ ამავე დროს ის თვითონ აფხაზეთის ტერიტორიიდან არ არის წარმოშობით. ჩვენ ვკითხეთ წინაპრები თქვენი საიდან იყვნენ, მან დაასახელა იქ სოჭის მიდამოები, მაგრამ რატომღაც ის თავის თავს თვლის აფხაზად და აი ასეთი ძალიან აგრესიული პოზიცია ეკავა. როგორც მოსალოდნელი იყო ყველაზე ემოციური შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გაიმართა. დღევანდელი მდგომარეობა არის ის, რომ 550,000 კაცი ცხოვრობდა, შენ ეს რიცხვი ჩამოიყვანე ეთნიკური წმენდით 200,000-ზე და შენ რომელი სინდისით ლაპარაკობ შენ თავისუფლებაზე, შენ ადამიანობაზე. მე მგონი ამაზე აფხაზი იქნება თუ ვინც იქნება თურქეთის მოსახლეობა, რა წარმოშობის ხალხიც არ უნდა იყოს, ან რა იდეოლოგიის პარტიაც არ უნდა იყოს, ამ სიმართლეზე ყველა დაგვეთანხმება. მე როგორც ადამიანი პირველ რიგში გამოვდივარ დევნილთა უფლებებით. ეს კაცი უნდა დაბრუნდეს თავის სახლში. მომავალშიც დაიგეგმა მსგავსი შეხვედრები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც თურქული მხარეს, ასევე იქ მცხოვრები დიასპორის უკეთ ინფორმირებას აფხაზეთის პრობლემებზე და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ზოგადად რასაკვირველი იციან, რომ კონფლიქტი არის, ზოგადად რასაკვირველი იციან, რომ დევნილები არიან, მაგრამ ეს არასაკმარისი ინფორმაცია დამეთანხმებით. თურქეთი პრაქტიკულად საკმაოდ ინტენსიურად, ასე ვიტყოდი, ფაქტობრივ ურთიერთობებში შედის დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებასთან. ამიტომ თურქეთის მიმართულებით არის ძალიან მძლავრი სამუშაო ჩასატარებელი და სისტემატიურად
ჩვენ უნდა იქ სერიოზულად ვიმუშაოთ. და აი ასეთი ჩასვლები ჩვენი ოფიციალური ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების აუცილებელია და უნდა იქცეს სისტემატ. ქართულ აფხაზურ ურთიერთობებზე, ჩვენ შერეულ ოჯახებზე რო ვისაუბრეთ, ძალიან გაუკვირდათ, არ იცოდნენ და ძალიან ბევრი ინფორმაცია მათ არ აქვს. ჩვენ მოვილაპარაკეთ ბატონ ელჩან, რომ დავგეგმავთ რაღაც ღონისძიებას, მე ამ ღონისძიების შეთანხმებას ვაპირებ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შესაბამის უწყებებთან და იქნებ ჩამოაყალიბოთ ჩვენი ხედვები არა მარტო, არამედ კონკრეტული გზები, როგორც შეიძლება გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა აფხაზურ დიასპორასთან, ქართულ დიასპორასთან.